გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები პირველზე მე სოელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტივის საინფორმაციო სამსახური იწყებს. სტიქიამ თელავი დააზარალა დაზიანდა ინფრასტრუქტურა დაინგრა ხიდი დატბორილია საცხოვრებელი სახლების საჯარო და კომერციული შენობები ქალაქში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თელავის მასშტაბით დაზიანებულია გაზმომარაგების სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზებით, შედეგად ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. გადაუდებელი წვიმის შედეგად ღამით თელავის ხევი ადიდ დამოვარდნულმა ღვარცობმა, რომელსაც ქვაღორღი მოყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი დაანგრია. რამდენიმე მონაკვეთზე კი წყალმა ასფალტით წაიღო, მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხევის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დატბორვის რისკის გათვალისწინებით რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია ღამითვე განხორციელდა. სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდა კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელიც ღვარცოფისგან ჩახერგილ ტერიტორიებს წმენს. წყლის დიდმა ხაურმა გამაღვიძა, რომ გამოვედი გარეთ, უკვე ქუჩაზე გადმოდიოდა, საერთოდ არაფერი ჩახერგილი იყო ყველაფერი. გალავნებიც გადმოანგრია და დუჟოკები გამოიტანა და რა, ძალიან დიდი დინება იყო. ვერ მივედი ადგილამდე. ვერ გადახვალ ადამიანო, შეხედეთ რა ამბავია. თელავში სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობს. შტაბის წევრები არსებულ ვითარებას, მოსალოდნელ რისკებსა და სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დეტალურად განიხილავენ. შეხვედრაზე დაიგეგმა სალიკვიდაციო სამუშაოების კონკრეტული ეტაპები და გამოვლინდა ქალაქის მასშტაბით არსებული საფრთხის შემცველი ადგილები. შტაბის ინფორმაციით სტიქიამ ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის გამოც პროცესში ცენტრალური ხელისუფლებაცაა ჩართული. ზარალის სრული აღწერა და შეფასება მას შემდეგ მოხდება, როდესაც წყლის დონე დაიკლებს და შესაბამისი სამსახურები ტერიტორიების გაწმენდას შეძლებენ. დავიწყეთ შესაბამისი ობიექტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, შემდგომში შეიქმნა კიდევ დამატებითი საფრთხის საშიშროება აგრარული ბაზრის მიმდებარედ. იქაც დავიწყეთ მოსახლეობისა და მოქალაქეების ევაკუაცია, დაკეტილია უსაფრთხოების მიზნით გზაჯვარედინები, სამაშველო სამსახურები, შესაბამისი ყველა უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, დავიწყებთ მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ზარალი იქნება დიდი, მაგრამ სანამ მდინარე არ დაიკლებს და არ დავიწყებთ შეფასებას კონკრეტულად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მანამდე დაზუსტებით თქმა ამის შეუძლებელი. მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია საშიშროების შექმნისთანავე. სტიქია მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის არის. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ მსხვერპლი ადამიანური არ არის, მაგრამ ძალიან სერიოზულად არის დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურა. თავარი არის, რომ ოპერატიულად დაიწყო მუშაობა შესაბამისმა ყველა სამსახურმა, შექმნილია ოპერატიული შტაბი, ჩართული არიან ცენტრალური სამინისტროები, რეგიონალური განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შესაბამისი ქვედანაყოფებით, მათ შორის საგზაო და ეხლა აი ამ მომენტში ხდება პირველადი სამუშაოების წარმოება, დაიგეგმება, როცა ზარალი შეფასდება, შესაბამისი ექსპერტიზები გაკეთდება უკვე მასშტაბურად რა, როგორ და რანაირად უნდა განხორციელდეს სამუშაოები, რომ სტიქიის შედეგები სრულად იყოს ლიკვიდირებული და აღმოფხვრილი. ხდება მობილიზება როგორც ძიმე ტექნიკის, ისე ფიზიკური ძალების და ვფიქრობთ, რომ უმოკლეს ვადებში მოხდება ყველა მიმართულებით უკვე დადებითი ძვრების ნაბიჯების გადადგმა. რაც შეეხება უკვე გლობალურად ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც კი მოგცემს ბუნებრივი მოვლენები მდინარის კალაპოტი იმის შესაძლებლობას, რომ შევისწავლოთ სათავეში რა სიტუაცია გვაქვს მდინარის სათავეში, ეგრევე დავიწყებთ ამ მიმართულებით ამ პრობლემის მოგვარებას და შესწავლას. პოლიციის პოლკოვნიკმა იოსებ სიგუამ, რომელიც მეუღლემ ძალადობაში დაადანაშაულა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა და მეუღლისა თუ კონკრეტული მედია საშუალების წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სამართლებრივ დავას იწყებს. ბრალდებულის ადვოკატის თეონა გვაზავას განცხადებით, საქმეში რეალური მტკიცებულებები არ არსებობს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უკვე ყოფილმა უფროსმა ადვოკატის თეონა გვაზავას ინფორმაციით, თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით გამოძიების მიმდინარეობის გამო დატოვა უფლებადამცველმა სიგუას დაწინაურების შესახებ სპეკულაციებს სიცრუეც უწოდა. შემოკავებულ ორდერთან და ბრალდებებთან დაკავშირებით სასამართლო უახლოეს პერიოდში იმ მსჯელებს შეგახსენებთ, რომ მეუღლე იოსებ სიგუას ძალადობაში ადანაშაულებს სიგუას ელექტრონული მეთვალყურეობის შესახებ გადაწყვეტილება კი სასამართლომ ძალაში დატოვა. ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იყო საკმარისი იმისათვის, რომ შესაბამის უწყებას თავის დროზე გამოეცა ეს ზედამხედველობა და შესაბამისად ეჭვი არც გვეპარებოდა იმაში, რომ სასამართლო დაამტკიცებდა, ვინაიდან მომეტებული საფრთხე და რისკი არსებობდა იმისა, რომ შესაძლებელია დაზარალებულს შექმნოდა დაზარალებულს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შექმნოდა საფრთხე. მიოსე სიგუამ ნებაყოფლობით დატოვა ამ ეტაპისათვის დროებით, ვინაიდან ველოდებით შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული სახის ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მიმდინარეობას, საკუთარი ნებასრული დატოვა დაკავებული თანამდებობა, რათა ხელი შეუწყოთ ობიექტური გამოძიების მიმდინარეობას და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს. დაკავებულთაგან 3 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან. გამოძიების ცნობით არასრულწლოვანებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ბრალდებული კი მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 14,000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგა. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავა. 4 კილოგრამი მარიხუანა ნივთმტკიცება და ამღებული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ამჟამად დაკავებული სასჯელ აღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ წირვა აღავლინა. მღვდელმსახურების დასრულების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ეს დღე შეგვახსენებს, რომ თავარი არის გულწრფელობა ადამიანში და შეიძლება შეცდომა მოგივიდეს, როგორც ეს შეემთხვა უბრალო მეთევზეს, პეტრეს, ასევე შეიძლება იყოს ძალიან თავდაჯერებული შენი განათლებით, ისე როგორიც იყო მოციქული პავლე, რომელიც მდევნელი იყო ქრისტიანებისა, მაგრამ მათში ორივეში იყო გულწრფელობა, წრფელი მეძიებლობა და არც ერთი მათგანი არ დატოვა ღმერთმა და ორივეს მისცა ერთს სინანული და ხოლო მეორეს გამოცხადება, რომლის საფუძველზეც პავლე მოციქული გადაიქცევა ქრისტიანობის უდიდეს მქადაგებლად, ხოლო პეტრე მოციქული თავსაც კი დაძდებს ქრისტეს სიყვარულისთვის. გილოცავთ მთელ სერს ამ დიდებულ დღესასწაულს ღვთისმადლით დღეს პატრიარქი პეტრე პავლობის თბილისის საკათედრო ტაძარში მობრძანდა მეუფე სპირიდონთან ერთად. მას თანამსახურებენ ადგილობრივი მღვდელმსახურები. პოეტ არიელ ჭანტურიას გარდაცვალებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გამოეხმაურა. უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ აღნიშნა, რომ ჭანტურია საკუთარი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედებით ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს. სახელოვან პოეტსა და კეთილშობილ პიროვნებას ტარიელ ჭანტურიას ეთხოვება ჩვენი საზოგადოება. მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს. იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა.
აღვავლენ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ძალა მისთვის ლოცვისა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, გლდანის რაიონის დელეგატი პარლამენტში ლადო ბოჟაძე და საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა აგბაიძე გლდანის რაიონში წყალსადენის ქუჩაზე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. მათ ადგილზე არსებული საჭიროებები შეისწავლეს და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ მისამართზე აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განახლდა და დამონტაჟდა ლიფტები, რაც დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. დღეს გლდანის რაიონში შევხვდით დევნილ მოსახლეობას კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავათვალიერეთ და რა თქმა უნდა საომავლო გეგმები დავსახეთ, აქვე განვიხილეთ მათი სხვადასხვა გამოწვევები და აფხაზეთის მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. ხალხურობა აქტიურად შევხვდით დევნილებს, ჩვენი პირობა შევასრულეთ მათ, დაუმოწესეთ სულიად ახალი კომფორტული ლიფტი. თავმჯდომარესთან ერთად ჩვენ მოვიცეთ მათ შორის ის საჭიროებები, პრობლემები, რაც აქვს დევნილებს და რამოდენიმე საკითხზე დღესვე იქნა გადაწყვეტილება მიღებული და თავმჯდომარის დავალების შესაბამისად შესაბამისი უწყებები უახლოეს პერიოდში დაიწყება კონკრეტული საკითხების მოგვარება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთის მთავრობის სტუმრობა ჩვენთვის, რადგან ჩვენც მადლიერები ვართ, რაც ჩვენთან გააკეთეს, ლიფტი დაგვიმონტაჟეს, ბევრი რამე კაი გაგვიკეთეს და კიდე ახალი მოლოდინები გვაქვს, რომ ახლა კიდე სხვადასხვა საქმეებში დაგვეხმარებიან და გულს გაგვიხარებენ. რუსთავის 2026 წლის საჯარო და კერძო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები საზეიმოდ დააჯილდოვეს. ისტორიულ ციხესთან ცენტრალურ პარკში მდებარე ოქსიგენის საფესტივალო სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე წითელ ხალიჩაზე 213-მა წარმატებულმა ახალგაზრდამ გაიარა. მედალოსნებს წარმატება რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ერეკლი შეტაკიშვილმა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა მიულოცეს. ახალგაზრდებს რუსთავის მერიისგან ფუადი ჯილდოებიც გადაეცათ. ღონისძიების სპონსორებმა კი მათთვის სპეციალური საჩუქრები და სიურპრიზები მოამზადეს. მედალოსნების დაჯილდოებით გაიხსნა ოქსიგენ ფესტი 2026, რომელიც 11 და 12 ივლისს რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ოქსიგენ ფესტი რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. ეს დიდი სიამაყით ვიდექი სცენაზე 213 ახალგაზრდასთან ერთად, რომლებმაც პირველი გამარჯვება და წარმატება უკვე მოიპოვეს. სწორედ ამისთვის რუსთავი მადლიერების ნიშნად გადავცემთ როგორც ფულად ჯილდოებს და ასევე ასეთ ლამაზ საღამოს ვაწყობთ. იმისთვის რომ мотиваცია გქონდეთ მომავალში და გააგრძელონ კიდევ უფრო მეტი წარმატებისკენ სვლა. 213 რუსთაველი ოქროს და ვერცხლის მედალოსანი დაჯილდოვდა. მე მინდა ყველას მიულოცო, განსაკუთრებულად მშობლებს, მათ პედაგოგებს, სკოლის დირექტორებს, თითოეულ ამ ბავშვს და უსურვო ყოველივე საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რუსთაველმა მეწარმეება მიიღეს მონაწილეობა და ფულადი ჯილდოები გადასცეს ამ ახალგაზრდებს. ძალიან კარგი განწყობა, არაჩვეულებრივი გარემოა და მადლობა ხალბატონ ნინოს ასეთი გარემო შექმნისთვის და მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატება უსურვო. ძალიან კარგი განწყობა მაქვს, ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებ და მინდა რომ ყველას ძალიან კარგი მომავალი უსურვო. სპორტის მინისტრმა ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა, რაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მაქსიმალურად კომფორტულ და ხელსაყრელ გარემოს ქმნის. აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სივრცე ძიუდოისტებისთვის, ასევე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელშიც საერთო სავარჯიშო სივრცე, ასევე კრივის, ფარიკაობისა და შვილდოსნობის სპეციალიზებული დარბაზები იქნება. აქტიურად მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება კვების ბლოკის განახლების სამუშაოები. ვიმყოფები საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მთელი ტერიტორიიდან ნიჭიერი სპორტსმენების ჩამოყვანას და მათ მომზადებას საქართველოს ეროვნული ნაკრებებისათვის. ვიზიტი მიზნად ისახავს იმ მასშტაბური პროექტების მონიტორინგს, რომლებიც ცენტრს საერთაშორისო დონის ბაზად აქცევს. შეხვედრაზე განისაზღვრა სამომავლო გეგმები, რომლებიც ორიენტირებულია ცენტრის სრულ განახლებასა და სპორტსმენებისთვის უმაღლესი სტანდარტების პირობების შექმნაზე. ეხლანდელი პირობები სრულიად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. დღევანდელ თათბირზეც კარგად იყო აღნიშნულ, რომ ზუსტად უნდა მიექცეს ყურადღება იმ ნიჭიერ სპორტსმენებს.
ჭიდაობის ამერიკული ტურნირი RAFI, რომელსაც ისტორიაში პირველად თბილისმა უმასპინძლა, ქართველი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა. ღონისძიების მთავარი ბრძოლა მერაბ დვალიშვილსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი სეჰუდას შორის გაიმართა, რომელშიც ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. RAF ჯორჯიას გამარჯვებულები ქართველი სპორტსმენები გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც გახდნენ. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძეც დაესწრო. Real American Freestyle-ის ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად გაიმართა. ტურნირში მსოფლიოს საუკეთესო 24 სპორტსმენი მონაწილეობდა. გულოცავს სრულიად საქართველოს RAF-ის უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ასე წარმატებულად დასრულებას. მინდა მიულოცო და მადლობა გადაუხადო თითოეულ სპორტსმენს, რომლებმაც იასპარეზეს და საქართველოს სახელით გაიმარჯვეს. გულოცავ მერაბ დვალიშვილს ასე წარმატებულ ასპარეზობას და მადლობას ვუხდი მას იმ ემოციებისთვის, რაც მან აჩუქა ქართულ გულშემატკივარს. კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონია. ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე ტურნირში 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ფრანგი მეტოქე ანგარიშით 10-0 დაამარცხა და ტიტული დაიცვა. პეტრიაშვილი 2025 წლის კონტინენტის პირველობის ფინალშიც აშაბ დადაევს დაუპირისპირდა და ის დაამარცხა. ზუგდიდის ოდიში ახალ სეზონს გაძლიერებული შემადგენლობით ხვდება საფეხბურთო კლუბმა. მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე თავდამსხმელი ლევან კუტალია დაიმატა. კუტალიას ბოსნია-ჰერცეგოვინის, ისრაელისა და არაერთი საზღვარგარეთული კლუბის მაისური თუ ასპარეზია. ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მისთვის კარიერის ამ ეტაპზე საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ახალბედა ფეხბურთელებისთვის გაზიარება მნიშვნელოვანია. გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, გამოცდილი ფეხბურთელის ინტეგრაცია გუნდში უპირველესად სწორედ ოდიშის პოტენციალის ზრდასა და სტაბილურობის გამტკიცებას ემსახურება. ნელა უკვე მივდივართ იმ ეტაპისთვის, რასაც თქვა ზუგდიდის ოდიში იმსახურებს. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, დავიმატეთ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელები, გავდივართ მოსამზადებელ პერიოდს, რა თქმა უნდა, დრო გვინდა შეთამაშებისთვის, რომ იცით, რომ ბევრი ფეხბურთელი მოვიდა და უცებ საქმე არ კეთდება. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება სათურნო ცხრილში ზევით ვიმყოთ. ჩემი პირადი სურვილია, რომ წელსვე შევეცადოთ, გადავიდეთ უმაღლესი ლიგაში, ეს იქნება ჩვენი მცდელობა. ჩემი მშობლიური კლუბიდან დამირეკეს, არც მიფიქრია, ჩამოვედი, მე მინდა რომ ჩემს გუნდს დავეხმარო წარმატების მიღწევაში და ეს მიზანი რაც გვაქვს კლუბს, იმის მიღწევაში რა თქმა უნდა ჩემი გამოცდილებით, ჩემი წვლილით აუცილებლად მაქსიმუმს დავდებ რომ კლუბი თავის მიზნებისთვის ბოლომდე იბრძოლოს. ერთი დიდი ოჯახი ვარ შევიკარით და კარგ შედეგს დავდებთ რა. ნამდვილად კარგი შედეგი იქნება სეზონის ბოლოს. გულშემატკივარს რაც შეეხება, გავახარებთ აუცილებლად. ეს იყო ახალი ამბები პირველზე, ჩვენ ზუსტად 4-ზე დავუბრუნდებით დროებით.